ყალიბები რაც უფრო დიდ ხანს დგას, უფრო კარგია. ეს არის საინტერესო კითხვა. ბევრს გონია, რომ რაც უფრო დიდ ხანს დარჩება ყალიბი, მით უკეთესი იქნება ბეტონისთვის. სინამდვილეში ეს ყოველთვის ასე არ არის. აუცილებელია, რომ ბეტონმა მოასწროს საჭირო სიმტკიცის მიღწევა და ყალიბის ადრე მოხსნა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მაგრამ ასევე ყალიბის ზედმეტად დიდ ხანს დატოვებაც არ არის საჭირო. პირველ რიგში ხის ყალიბები შეიძლება ან ზედმეტ ტენს ინარჩუნებდეს, ან პირიქით შეიწოვოს ტენი, რაც ბეტონის ზედაპირის ხარისხზე აისახება. მეორე მხრივ, თუ ყალიბი დიდ ხანს ექვემდებარება მზესა და წვიმას, ის დეფორმირდება. შედეგად, დემონტაჟისას იზრდება ბეტონის კუთხეების და ზედაპირის დაზიანების რისკი. ასევე ყალიბის დაგვიანებული მოხსნა ანელებს სამშენებლო პროცესს. სანამ ის ერთ მონაკვეთზეა დამონტაჟებული, ვერ გამოვიყენებთ სხვა სამუშაოებისთვის, რაც დამატებით დროს და ხარჯებს იწვევს. ყალიბი უნდა მოიხსნას არა შეგრძნებით მოხსნა თუ არ მოხსნა, არამედ მაშინ, როცა ბეტონი მიაღწევს პროექტითა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებულ საჭირო სიმტკიცეს. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს როგორც ერთჯერადი კონსულტაცია, ასევე შეგვიძლია ვაწარმოოთ სრული ხარისხის კონტროლი თქვენს ობიექტზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე მარტივი ენით.